იაფი მუშახელი დაბალანაზღაურებადი სექტორებისთვის სპეციალისტების თქმით ოცნების განათლების ეგრეთ წოდებული რეფორმის ერთ-ერთი მიზანი განათლებული თაობების გაქრობაცაა. რეჟიმის გეგმა დისკუსიის თემა იყო თესეუს პირველი კორპუსის ეზოში, სადაც პროფესორ-მასწავლებლები და განათლების ექსპერტები უკვე ტრადიციულად იკრიბებიან. განიხილეს ოლიგარქის პრემიერის მიერ წარმოდგენილი ეგრეთ წოდებული ბაზრის კვლევაც. სპეციალისტებს მისი ნამდვილობის არ სჯერათ. ნანო ჩაკვეტაძე უერთდება ფორმულას ეთერს ამ შეხვედრის მონაწილეთა შეფასებებით და პოზიციებით. დღევანდელ დისკუსიაზე პროფესორ-მასწავლებლები და განათლების სფეროს მკვლევრები ასევე გამოეხმაურნენ იმ ბაზრის კვლევას, რომელიც ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემ წარუდგინა სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებას, სადაც განსაზღვრულია, რომ მაქსიმუმ 14,000 სტუდენტს მიიღებს ჯამში ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი ამ ქვეყნის მასშტაბით, ქართული ოცნება და მისი პრემიერიც ირაკლი კობახიძე ასე ხსნის ამ გადაწყვეტილებას, რომ კვოტები, მისაღები ადგილები სტუდენტების უნივერსიტეტებში მცირდება იმისთვის, რომ ეს პირდაპირ პროპორციულად შემდეგ უკვე გაზრდის განათლების ხარისხს. აქ შეკრებილ ადამიანებს ამის არ სჯერათ. ყველა თითეული ეს ნაბიჯი მიმართულია იმისთვის, რომ ერთი რომ ხელმისაწვდომობა შეიზღუდოს, დღეს ვლაპარაკობთ მაგალითად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ამ ხელა პრობლემები ექნებათ, ჩვენ ვლაპარაკობთ მასწავლებლის მომზადების პროგრამას, როგორი პრობლემები და ფაქტიურად გააუქმეს ეს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში და ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, მაგალითად საოკუპაციო ხაზთან და მის მიღმა მცხოვრებ ადამიანებს როგორი პრობლემები ექნებათ. ფსიქოლოგია არ ხდება ამ დარგების და სპეციალობებში, რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს ფსიქოლოგის როგორც კვალიფიკაციის უბრალოდ მოსყობას საქართველოში მარტივი მიზეზის გამო, იმიტომ რომ ფსიქოლოგის პროფესიის კვალიფიკაციას იღებს 300-დან 360 კრედიტამდე გავლილი ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტი. ეს სრულიად გაუგებარი ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტი, რომელიც პრინციპში ალბათ მოვიდა ვილიაუნის განადგურების სურვილიდან, იმიტომ რომ სხვა ეხა არც ანალოგი ეძებნება მაგას და არც რამე ლოგიკური ახსნა არა აქვს. ჩვენ გვაჩვენა ზუსტად აი ამ განვითარებულმა მოვლენებმა ნაჩქარევით მიღებულმა კანონმდებლობამ, რომ მართლაც ყველაზე დიდი დარტყმის ქვეშ დგებიან ისინი, ვინც არიან მოწყვლადი ჯგუფები, მაგალითად ჩვენი არაქართულენოვანი თემი, რომელიც უმაღლესებში სწავლობს და მათ ეზღუდებათ უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა, იმიტომ რომ აი ეს 1+4 პროგრამა, რომელიც არსებობდა, დღეს ერთი წელი ვინც გაიარა, უკვე გაგრძელების საშუალება აღარ აქვს, იმიტომ მაგალითად ჩვენ უნივერსიტეტში 92% პროგრამების შემცირდა. ქართული განათლება საფრთხეშია, ეს გზავნილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში დღესაც გაისმა, სამშაბათ დღეს ტრადიციულად ისევ შეიკრიბნენ პროფესორ-მასწავლებლები სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლიდან, მშობლები, სტუდენტები, განათლების სფეროს მკვლევრები და მსჯელობენ მიმდინარეობს დისკუსია იმ ცვლილებების შესახებ, რომელიც განათლების სისტემაში ქართულმა ოცნებამ შეიტანა და შეაქვს ეს პროცესი მიმდინარეა. აქ შეკრებილი ადამიანები ამ შემოთავაზებულ ცვლილებებს განათლების დეფორმას უწოდებენ. ერთი ქალაქი, ერთი კონცეფცია, რომელიც ზღუდავს განათლების ხელმისაწვდომობას, განათლების, რომელიც ისედაც ხელმიუწვდომელია ბევრი ჯგუფისთვის, ახლა კი იქნება ფიზიკური, ლოჯისტიკური დაბრკოლებები. სწორედ ამას ამბობენ პროფესორ-მასწავლებლები უმაღლესი სასწავლებლებიდან და ამას ამბობენ ადამიანები, რომლებიც დღეს აქ მსჯელობენ განათლების დეფორმაზე და როგორც გითხარით, კონკრეტულად ერთი ქალაქი, ერთი ფაკულტეტის კონცეფციაზე. რასაკვირველია, დღევანდელი დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი თემა არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და ის განვითარებული მოვლენები, რომელშიც აღმოჩნდა ეს უმაღლესი სასწავლებელი, დიდი ისტორიის მქონე უმაღლესი სასწავლებელი, მისი გამოშიგნის მცდელობას ვადევნებთ ჩვენ ახლა თვალს. სწორედ ამას ამბობენ აქ შეკრებილი ადამიანები.